რა არ მოსწონს გირჩს ბარიერ გადალახული ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიაში, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აქციების პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებზე და როგორია მათთვის პარლამენტის მიღმა პროცესების პერსპექტივა. აქტუალური თემის მომდევნო სტუმარია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი, რომელთანაც ასევე ვისაუბრებთ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. რაში იხარჯება ამერიკის შეერთებული შტატების გადასახადების გადამხდელთა თანხები და რატომ ალაპარაკდა ადმინისტრაცია ორგანიზაციის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკის საზიანო საქმიანობაზე. ის რაც ხდება USAID-ში მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგანაც ფიქრობენ, რომ აღნიშნული ფინანსები საქართველოშიც ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. საღამომშვიდობისა, ბატონო ალექსანდრე, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოხვედით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. დავიწყოთ მანდატების საკითხით. -59 დეპუტატი პარლამენტმა უფლებამოსილებას შეუწყვეტა ბარიერ გადალახული ოპოზიციის ყველა დეპუტატს გარდა კახარიას პარტიის წარმომადგენლებისა, მათი პოზიცია არის ცნობილი, მათ არ მიუმართავთ პარლამენტისთვის. რა მოცემულობა გვაქვს ახლა იმის გათვალისწინებით, რომ გვახსოვს 2020 წელი, როდესაც მაგალითად არ მოხდა ხომ დეპუტატებისთვის მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტა. ახლა რა ვითარება გვაქვს და რატომ მიიღო, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების წარმომადგენლება, რატომ მიიღეს ამ ტიპის გადაწყვეტილება? ახლა რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, მე არ ვიცი, მათი ქართული ოცნების რაც მოტივები, მაგრამ პრობლემა მეგონი უფრო ფართო არის, რომ პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკა არის აკრძალული. ანუ ზოგადად პოლიტიკა ხო ლაპარაკს ნიშნავს, ანუ ლაპარაკის გზით და არა მუშტებით და არა იარაღით მოგვარდეს რაღაც ძალაუფლების საკითხი. და ზოგადად ეს იმდენად აკრძალულია, რომ მაგალითად ჩემი გადმოსახედიდან პარლამენტში არ შესულს იდეა, რომ რაღაცნაირად კარგ იდეა ითვლება ოპოზიციურ აღმოჩენილს. შემდგომ არის დიდი შეცდომა, იმიტომ რომ თავისთავად რაღაც თუ რამე არსი არსებობს, რამე ლოგიკა პოლიტიკაში, ეს არის სიტყვიერი დაპირისპირება ერთმანეთთან. და პარლამენტი ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, რომ არ გინდოდეს ამის სრული არ ქონდეს. ამიტომ როცა ოპოზიციამ და ახლა ქართულ ოცნებამ ფაქტობრივად უარი განაცხადეს პარლამენტზე, იმიტომ რომ ახლა მნიშვნელობა აქვს თუ ოპოზიცია არ ყავს, გინდა პარლამენტში დაჯექი და გინდა პარტიულ ოფისში, ხო? ანუ ამ პარლამენტი ვეღარ იქნება თუ იქ ოპოზიცია არის, არსი არის პარლამენტის თქვა ლაპარაკს ნიშნავს, ლაპარაკიდან მოდის. ვის უნდა ლაპარაკო საკუთარ თავს სარკეში ხო ჩაიხედები. მაშინ იკარგება პოლიტიკის არსი. და თუ პოლიტიკა არ გვექნება, მაშინ ხალხის უკმაყოფილება ხო ასად არ გაქრება. და საბოლოო ჯამში უკმაყოფილება დაგროვდება და ღმერთმაიცის რაში გამოიხატება, რა და რევოლუცია იქნება თუ რაღაც ტიპის სხვა პრობლემები სოციალური. ამის პროგნოზება რთულია, მაგრამ პოლიტიკა იმიტომაც გჭირდება, რომ ეს არ მოხდეს. და ეხლა ყველა ვხედავთ, ეხლა ბოლო გაწყვეტილება ქართულ ოცნების ამას ნიშნავს, მაგრამ იმის წინა გაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების რომ არ შევიდნენ პარლამენტში, იგივე შინაარსის არის, რომ ლაპარაკზე თქვათ უარი. ამიტომ მე ზოგადად აქ სამაში ვერ ვხედავ. ლაპარაკზე უარს კახარიას პარტია ფაქტია, რომ არ ამბობს უარს. ისინი არ ლაპარაკობენ პარლამენტის მიღმაც. ხო, ამ კონტექსტში შეიძლება დაიტოვეს შესაძლებლობა, მაგრამ რა აზრი თუ არ იყენებ. რა აზრი ახლა ფული როგორი გაქვს საინტერესო არ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას კახარიას პარტია. არ ამგონი ალბათ ახლა ფულის ნაწილი რასაც დაფინანსების იქნება თუ რა ვიცი თვითონ ამბობენ ის იმუნიტეტს ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა თქვა კახარიას პარტიის წარმომადგენლები დღეს მოვიწვიეთ სტუდიაში სტუმრად, მითხრეს რომ დღეს ვერ მოახერხებდნენ, თუმცა მომდევნო კვირაში ველოდებით იმედი მაქვს რომ ხო, ნუ ალბათ ის რაღაცას მოყვება ეს იმუნიტეტი იქნება თუ ფული რაღაც მნიშვნელოვანია, შეიძლება გაუგუკიდეს რა ვიცი ყველა პარტია თავის საკეთეს პრიორიტეტებს, მაგრამ როცა ამბობ რომ მე არ ვაღიარებ არჩევნებს და პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაშინ ცოტა უცნაურია, როცა ასე იქცევი. მაგრამ ეს მე მგონი საბოლოო შემოჩევის გადასაწყვეტია. მე არ მგონია რომ თანმიმდევრული გადაწყვეტილება ზოგადად კახარიას მხრიდან, მაგრამ ნუ კახარიას პარტია და თანმიმდევრულობა ეს მაინც სპეციფიკური კომბინაცია. საბოლოოდ როგორ ფიქრობთ შევლენ თუ არა პარლამენტში? მე ზოგადად მივიშნევდი რომ ზოგადად ოპოზიცია უნდა შესულიყო პარტიაში პარლამენტში, მაგრამ ამ სიტუაციაში როცა ნომინალურად მარტო შენ დარჩი, მე მგონი ცოტა უხერხულიც იქნება 20-20-ში მიუხედავად ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ამ ბოიკოტის ამბის, როცა დადგა რისკი რომ ყველა დანარჩენ ოპოზიციას ჩაუხსნեն მანდატებს, ნუ ყველა დანარჩენს გარდა იმისა, ვინც მანამდე შესული იყო, ჩვენს დავწერეთ განცხადება და მზად ქონდა რომ ჩვენს დაგვეწერა, იმიტომ რომ აზრი არ აქვს თუ უბრალოდ 40 დეპუტატი დაგაკდა პარტიების რომელსაც რა ვიცი 300-400 ადამიანი უჭერს ხარს როგორც მინიმუმ ეს უბრალოდ არ არის ის რაც უნდა იყოს პარლამენტი. ამიტომ ამ გადაწყვეტილებით ჯერ ოპოზიცია მე ქართულ ოცნებამ ფაქტობრივად მოკლეს რაღაც კარგებით პარლამენტი და არის ამაში არაფერი კარგი. სანდრო ფაქტია რომ გარკვეულწილად ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული თქვათ აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია რომ უნდა იყოს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ერთგვარი დაპირისპირება იყო იგივე თუნდაც საფინანსებასთან დაკავშირებით, მანდატებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა არსებობდა. ფაქტია რომ იგივე კახარიას პარტიასთან ჯერად აკრიტიკებდნენ
იხსენებენ სწორედ აი ამ საკითხთან მიმართებაში. როდესაც გაერთიანებაზე არის საუბარი, ერთიან პლატფორმაზე, როდესაც არის საუბარი, რისკენაც კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ სპექტრს და ამჯერად აზოთ საუბრობდა სულ ცოტა ხნის წინ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახალი არჩევნები არის, ვთქვათ, მიზანი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირების ჩეთქეს. ამის რესურსს რამდენად ხედავთ და მსგავსის არსებობის შემთხვევაში, ვთქვათ, გირჩი შეუერთდებოდა თუ არა აი ამ ტიპის ერთობას? მე არაფერს ამჯერა პოლიტიკაში, სანამ პოლიტიკა არ იწყება, ანუ სანამ ლაპარაკი არ იწყება, შეუძლებელი ისაუბრო რაღაც ტიპის გაერთიანებაზე. ეს ხო არ არის რაღაც ადამიანური, რაღაც ოჯახს ხო არ ქმნიან, რომ რაღაც ვიღაც მოგწონს ან არ მოგწონს. ეს არის პოლიტიკური გაერთიანება, ანუ რაღაც იდეის იგივე გაერთიანება, პოლიტიკური პოზიციის იგივე გაერთიანება და პოლიტიკური პოზიცია რო ცნობილი იყოს და შეთანხმებული იყოს, ამას ჭირდება დისკუსიები, დებატები. მაგალითისთვის, თუნდაც იგივე არჩევნების საკითხი ხო უამრავი სხვა გზით შეიძლება გადაიჭრას. მაგალითად, ბევრ პარტიას არ უნდა უბრალოდ არჩევნები, უნდა რომ თან სუსი იყოს ოპოზიციური, ცესკო და ასე შემდეგ. ვიღაცას უბრალოდ არჩევნებიც აკმაყოფილებს. პეტრეცის კარშვილის განცხადებას გულისხმობთ, რომ ბევრი სხვა განცხადება მინახავს, ხო, რომელიც უბრალოდ ახლა საქართველოს უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ბევრი არით უკმაყოფილო იქნება. ამიტომ თვითონ მოთხოვნაც კი ახალი არჩევნების არის არ არის შეთანხმებული. და აი მაგალითად სულ ახლა ხანს რომ სიტყვის თავისუფლებას ყველაზე უხეში ფორმით საქართველოს ოცნებას შეზღუდა, ჩემი აზრით ეს სრულიად საკმარისია რომ მართლა ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ამასთან ბრძოლისთვის და რა ვიცი ნებისმიერი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტები და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე დისკუსია ხო უნდა გაიმართოს, ხო შეიძლება ადამიანს მოუწოდო წადი რა ვიცი შეაგინე საქართველოს ოცნების დეპუტატი და დაჯარიმდე, ამას ხო არ იტყვი. აქედან გამომდინარე დისკუსია დასაწყები. დისკუსია თუ დაიწყება, იქ ბუნებრივად გამოჩნდება. როგორც ამოცემულობაში დისკუსია ამის რესურსს რამდენად ხედავთ? სამ პოლიტიკურ პარტიას ოპოზიციაში აქვს თავის ტელევიზია და ყველა ამ ტელევიზიაზე ცენზურა სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ხარისხის გაჩაღებული. გახსნან თავისივე ტელევიზიები დისკუსიისთვის. სულ ახლახანს დავინახეთ ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში, რომ ერთმანეთთან არ სხდებიან. მე შენ გეტყვი ისეთ რაღაც განსხვავებული პოზიციები ქონდეს, მაგრამ არ სხდებიან და თუ ერთმანეთთან ვერც რომ დასხედეთ ხო და ამაშია პრობლემა ჩვენ რომ თქვენ ტელევიზიის ეთერში დებატები იყო, მე მგონი თლად მოკვდა სურვილი ხალხს რომ დებატები დაიწყოს, იმიტომ რომ დაინახეს შეიძლება დამთავრდეს თუ არ აქვს პოზიცია. ხო და აქედან გამომდინარე, ხო კი თეორიულად შესაძლებელია ეს დისკუსია დაიწყოს, სურვილია საჭირო და სრული არა ჩემი ჯერ არის ოპოზიციურ ფლანგზე და ეს არის თავი პრობლემა, სულ ამას ვამოწყობ ახლა. აი თავი პრეტენზია ჩემ კოლეგებთან ეს მაქვს. არა ის რომ მე მათი პოზიცია აი პენსიებზე თუ ახალ არჩევნებზე არ მაწყობს ან არ მომწონს და შემდეგ, უბრალოდ არ ვლაპარაკობენ, გაურბიან საუბარს და მაშინ შეუძლებელია დაამარცხო ადამიანი ქართული ოცნება, რაღაც ხელისუფლება ნებისმიერ ლაპარაკის გარეშე. პოსტი მინდა წაგიკითხოთ, მაყურებელს წავუკითხოთ, შემთხვევაში თქვენთვის ცნობილი იქნება. მე ამის შინაარსი ნაკლებად მესმის, ასე იწყება. გზის გადაკეტვა კი არა, ჯერ მედია გასახსნელი და იხნის კარტები გასაშვები. ამის მერე როცა დავილაპარაკებთ და საზოგადოება ბევრ განსხვავებულ ხედვას გაეცნობა, შევარჩევთ პროტესტის რა ფორმა სჯობს. შეიძლება ეს გზის გადაკეტვა იყოს ან სხვა რამე, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკის მერე უნდა გადაწყდეს ეს. მე არ მომწონს ბრძოლის ეს მეთოდი, მაგრამ თუ გზის გადაკეტვა, ეს უნდა გააკეთონ იმუნიტეტიანმა დეპუტატებმა, სწორედ ამიტომ აირჩია ისინი ხალხმა, ვინც ბრძოლის ამ გზას უჭერს მხარს. ფაქტია, რომ უფლებამოსილება დეპუტატებს შეუწყდათ ამ კონტექსტში და ამ ნაწილში, მაგრამ პასუხისმგებლობა ცხადია, რომ უნდა აიღონ. ალბათ ხომ საზოგადოების ნაწილზე, ვისაც მოუწოდებენ გზის გადაკეტვისკენ. ეს ერთი. და სტრატეგია პოლიტიკურ ველზე პოზიციონირებისთვის აი ამ მოცემულობაში რომელი სტრატეგია არის მართებული და სწორი? სტრატეგია ხო მიზანზეა დამოკიდებული. ახალი არჩევნებია მიზანი. ხო, ახალი არჩევნები გაცხადებული პოზიცია ხო, მაგრამ აი თუ ვერ ჩამოყალიბდით ახალი არჩევნები როგორ გვინდა. აი პირობითად მოგო რომ გამოვიდეს ბიძინეიშვილი და თქვას რომ ოქტომბერში იქნება ასევე საპარლამენტო არჩევნებიც. მაგრამ ყველაფერი დარჩენილი იგივე დარჩება. არც სესკოში იქნება ხა წარმომადგენლობა პარტიებს, იმიტომ რომ მანდატები დაკარგეს და ამასაც დაკარგავენ, არც დაფინანსება, არც სესკოს დავთმობა, არც სულს, არც პროკურატურას. ვიცით ამასთან დაკავშირებით, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესით, ოღონდ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი წესით? ახალი წესი აი მაგალითად ელემენტარულად რაღაც კანონები უნდა შეცვალოს. კანონი რომ შეიცვალოს, ვიღაცა მაშინ უნდა აღიაროს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა. თუ არ აღიარებ, მაშინ ამ პარლამენტს რამე რომ შეცვალოს, არ უნდა აღიარო. ანუ ეს ხო რაღაც ტიპის პოლიტიკური ჩიხია, რომელთაც
გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს თუ რაღაცაზე არ შეთანხმდით და მინიმუმ პოლიტიკურ პარტიებმა უნდა იწყოს ამაზე ლაპარაკი და როცა ლაპარაკი არ მიდის, როცა არის მიზანი კაფეო ჩამოყალიბებული და თან ეუბნები რომ მოდით ვიმოქმედოთო, ეს ხო ცოტა უხერხულად გამოიყურება. წამოგდეთ ადამიანები უბრალოდ რაღაცას აკეთებენ მიზნის გარეშე. მაშინ ძალიან რთულია პროგნოზირება იმის, რომ ეს ქმედება რამეს გამოიწვევს. ხა თეორიულად შეიძლება, რა ვიცი, სირბილმაც დაამხოს რუსული რეჟიმი. და ვირბინოთ მაშინ მარათონები, მაგრამ თუ ვერ ხედავ მიზეშედეგობრივ კავშირს, გარდა იმისა, რომ ქუჩის გადაკვეთვით, რა ვიცი, ათასობით ადამიანს გააღიზიანებ, იმიტომ რომ სასოფში გაიჭედებიან. აი ისინი გაღიზიანდებიან. ეს გაღიზიანება ამარცხებს რეჟიმს. თუ ის რომ შენ დაიღალიან, დაჯარიმდი და ეხა იყო წავიკითხებული 600,000-ის ჯარიმები გამოეწერა, 600,000 რო ბიუჯეტში შევა, ქართლოსნებას ამიტომ უფრო დიდი პრობლემა ექნება თუ ნაკლები. და პრობლემა იმაშია, რომ მე კი იმას არ ვამბობ, რომ გზის გადაკვეთა ყოველთვის ცუდია. რაღაც მომენტში, რა ვიცი, რევოლუციებიც ხდება და სხვა ტიპის რაღაც ძალადობას ადგილი და ასე შემდეგ და ბევრ შემთხვევაში გამართებულიც აღმოჩნდეს ეს, მაგრამ მიზანი უნდა იყოს გასაგები. თუმცა ნახეთ, არ ფიქრობთ, რომ დრო არის პოლიტიკოსები, მათ შორის თქვენც, ალბათ, ჩაერთოთ პროცესებში აქტიურად, იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივად საუბარი არის, რომ აქციები თვითდინებით მიდის, რომ თვითნაბადია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის იმის დრო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პროცესები საკუთარ ხელში და ამავდროულად აიღონ პასუხისმგებლობა. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში თუ კი ასეთი დაუშვა პრეცედენტი, თქვა, ხელისუფლებამ და შემხოდ ნაბიჯზე, ასე ვთქვათ, წამოვიდა ოპოზიციას ცხადია რომ ისევ ამ პოლიტიკოსებს მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კი, რა თქმა უნდა და თავიდანვე ჩვენ როგორც აპოლიტიკური აქცია ან აქციასაც არ არიან პოლიტიკოსები სათავეში, მე უცნაურად მეჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში სადამდე როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი? არა, ამას უბრალოდ აზრი არ აქვს თუ პოლიტიკოსები არიან სათავეში. იმიტომ რომ აი თუნდაც გამოვიდა 100,000 ადამიანი. ეს 100,000 ადამიანი ხო რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას ან პარტიებს უნდა უმაგრებდეს ზურგს. ვიღაცა და პოლიტიკური აქცია. არა, არასდროს არ იყო აქცია. აქცია არ არის აპოლიტიკური, უბრალოდ შეიძლება აქციას არ ქონდეს კაფეო ჩამოყალიბებული პოლიტიკური მიზანი. და ეს უბრალოდ მინუსი აქციის და არა პლუსი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ყველა აქციაში იღებენ მოწვევას პოლიტიკოსები, მათი მედიები აშუქებენ ამ აქციებს, აქტივისტები არიან ჩართული, როგორ შეიძლება ამას დაარქვა რაიმე სახით აპოლიტიკური, უბრალოდ მიზანი რო არის კაფეო ჩამოყალიბებული და პასუხისმგებელი ადამიანი რო არის, რომ ამბობენ რომ მოდი გადავკეტო გზა და იმ წამსვე ამბობენ რომ არ გადავკეტა, უბრალოდ ჩვენ აქვთ გავა და თავის ტიკეტება გზა, რომ საბოლოო ჯამში თავდება რაღაც ჯარიმები, დაჭერები და ასე შემდეგ, ეს არის ნორმალური. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და უბრალოდ ჩვენ რა ვიცი, თავარი ჩვენი მიზანი მათ შორის აქციები და იყო დარბევები იყო, ჩვენ მე დავდიოდი მიტინგზე, მათ შორის მიკროფონით ვიდექი იქ რომ მელაპარაკ ადამიანებთან რომ ასე არ შეიძლება უბრალოდ უმიზნოთ სიარული ქუჩაში არ შეიძლება და თუ სხვა პარტიები ჩვენ ახლა სულ ამას ვიძახით და სულ მზად ვართ დისკუსიებში ჩავერთეთ, დებატებში ჩავერთოთ, მაგრამ თუ სხვა პარტიები ამას იგივეს გააკეთებენ, დაიწყება დისკუსია, მაშინ გამოჩნდება ვის აქვს უფლება ხალხის სახელით ილაპარაკოს და პროტესტის მონაწილეების სახელით ილაპარაკოს და ვის არ აქვს, ვის რა პოზიცია აქვს, ვის რა მხარდაჭერა აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ კი უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, უნდა ღიად დააფიქსირონ თავისი პოზიციები და არა მარტო დააფიქსირონ, ერთმანეთში იდებატონ, რომ გამოჩნდეს უკეთესი პოზიცია. ჯერ საუკეთესო პოზიცია და მერე საუკეთესო გზა, როგორ ეს პოზიცია დავიცვათ. მაშინ შეიძლება უკვე ილაპარაკო ერთობაზეც, რაღაც გაერთიანებებზე, ან გაერთიანების შეუძლებლობაზე, მაგრამ გასაგები მაინც იქნება. ეხლა უბრალოდ ეს არის ინდივიდუალური პოლიტიკოსების ეგოს საკითხი, ვიღაცა მოსწონს, ვიღაცა არ მოსწონს, ვიღაცა უფრო დიდი ლიდერი გონია, ვიღაცას ნაკლები ბელადი და ასე შემდეგ და აი ამ პირადი ურთიერთობებზეა დამოკიდებული მათი, ასე ვთქვათ, გაერთიანება, არ გაერთიანების საკითხი. კი ბატონო, საუბარი მინდა გავაგრძელო რამდენიმე დღეს წინ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. პოზიციები როგორია თქვენი მინდა მოვისმინოთ და რაიმე რისკებს თუ ხედავთ აი ამ მიმართულებით? ჩემთვის ყველაზე აღმაშფოთებელი იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რომ თუმე არ შეიძლება დეპუტატების ან საჯარო მოხელეების გინება. მე მგონი უბრალოდ რაღაც მომენტში ეს არის მოწოდება ქართული ხალხისთვის, რომ სულ ვაგინოთ ეს ხალხი. ამ კანონის ავტორები უნდა ვაგინოთ დღე და ღამით ჩემი აზრით, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება, აი გინება არის სიტყვის თავისუფლების ნიშნული ნაწილი. შეიძლება ეს ცუდი იყოს და ჩვენ მორალურად გავაკრიტიკოთ, რომ არ შეიძლება ვიღაცას. მისაღებია ეს. არა, შეიძლება მისაღები არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება ამის შეზღუდვა კანონით. არ შეიძლება ამის გამო ადამიანი 60 დღით ციხეში გაუშვა. არ შეიძლება დააჯარიმო, ჩამოვართო იარაღის წარების უფლება, რაც კანონში წერია. წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება მორალურად არ მოგეწონოს ადამიანი, ვინც გაგინებს ან ვიღაცას აგინებს. როცა ამას მთავრობა გზავნის, თან თავის მიმართ, ანუ მთავრობის მიმართ გზავნის, პოლიციის მიმართ. მე მგონი უბრალოდ მორალური ვალდებულება გვიჩნევა ეს ხალხი ვაგინოთ.
და რაღაც მომენტში მე მგონი ასეც მოხდება, თუ ეს კანონი არ შეიცვალა, იმიტომ რომ მე უბრალოდ უკვე წავაწყდი ამდენიმე პოსტს, სადაც ეს თქვა ნიჭიერად დაწერილ ლანძღვას და ზოგადად მოუწოდებ ხალხს, რომ რაღაცნაირად დაორგანიზდეთ, რომ ეს მასობრივი ხასიათი მოწოდებას გააკეთოთ. არა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ეს არის სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა. მე არანაირი სხვა თავისუფლება არ რჩება. არანაირი პოლიტიკური პროცესი არ აქვს მნიშვნელობა, თუ არ შემიძლია ოპონენტი გავლანძღოთ. და თუ ეხლა რაღაც ჩემი სიტყვები ვიღაც არ მოეწონა, ხმა არ მომწეს და რაღაცა დაფინანსება შემიწყვიტოს, აქეთ გამლანძღოს, მაგრამ ამის გამო ციხეში გამიშვას, ეს ყოველდღე მიუღებელია. ამაზე დგას მთელი დასავლური ცივილიზაცია და ზოგადად აი უბრალოდ სიტყვის თავისუფლება. კი ბატონო, მედიის კონტექსტში ანუ სრული თავისუფლება უნდა კონდეს მედიას. შეიძლება დავსაჯოთ ეს ადამიანი რაღაც სხვა გზით. აი მაგალითად მე შეიძლება მეგობარს ვეჩხუბო, იმიტომ რომ ცუდად მოიქცა ეს ადამიანი, მაგრამ იმიტომ რომ ცუდად მოიქცა, ამიტომ ციხეში ხარ უშვებთ. უამრავი ცუდი ქცევა არსებობს, რომელიც ზოგადად შეიძლება არ იყოს მისასალმებელი და ჩვენ რაღაცნაირად მოგვინდეს ამის შეზღუდვა ადამიანურ დონეზე, მორალურ ეთიკურ საკითხი. მაგრამ აი ეს არ შეიძლება შეზღუდოთ კანონით. და მით უმეტეს, როცა მთავრობა ამით თავის თავს იცავს. აი წამოიგეთ უბრალოდ ადამიანმა ხო შეიძლება იყოს გაბრაზებული იმდენად პრემიერ-მინისტრი, რომ ის გალანძღოს. აი ეს ხო მისია აბსოლუტური უფლებაა. დეპუტატი, პოლიციელი, რა ღირსება აქვს ამ ადამიანებს, რომ ვიცოდით ამასთან. კი, და ამიტომ ზოგადად იმედია, რომ ეს როგორც კი კანონი უკვე მიიღეს ფაქტობრივად ამოქმედებულია, როგორც კი ეს რაღაცნაირად პრაქტიკაში დაინერგება, შეიძლება უფრო ადრეც არ დაველოდოთ ამას, ხალხი სპეციალურად იქეთ გააკეთებს, რომ ან ეს კანონი გააუქმოთ, ან საბოლოო ჯამში გააუქმოთ ამ კანონს. თქვენი პოზიციის მოსმენა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი გაუქმდება ფარას მიღების შემთხვევაში და რომ ის იქნება ზუსტი ანალოგი ამერიკული ფარას. ნუ როგორც მინიმუმ ამ ისტორიაში კარგი ის არის, რომ აქამდე რომ აფიქრებდნენ, რომ ეს ამერიკული კანონი, აღმოჩნდა, რომ ეს ამერიკული აღარ არის. იმიტომ რომ ესე ეხლა იღებენ ამერიკულ კანონს. და მინიმუმ ერთი ტყუილით ნაკლები დარჩება პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ამბობენ, რომ ამერიკულ კანონთან შედარებით გაცილებით ლოიალური მიდგომები კი, მაგრამ იყო დრო, როცა ამბობდნენ, რომ ამერიკაში იგივე არისო, კანადაში იგივე არისო და აღმოჩნდა, რომ თუმე რაღაც ცვლილებებია საჭირო, მაგრამ როცა რაც უნდა იყოს, ჩვენ სულ ამოვიდით, რომ ფარას კანონი ცუდია. არაფერი კარგი ამაში არის და ამ შემთხვევაში ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ რაღაცე კანადის თუ საფრანგეთის რაღაც ტიპის სხვა კანონები, რომელიც ასეთ ტიპის რეგულაციებს ეხება, სწორია და კარგია. მით უმეტეს რეგულაციებთან დაკავშირებით ზოგადად არა მარტო, მაგრამ პრობლემა ფარას კანონის არის ის, რომ ფარა საბოლოო ჯამში მათ შორის ეხება ისეთ აქტივობას, რომელიც ჩვენ ყოველში აკრძალულია. მაგალითად, როცა ჩვენი ოპოზიციური პარტიები თუ ტელევიზიები თუ და საქართველოს მთავრობა, როცა ქირაობს ლობისტებს და პოლიტიკურ, ასე თქვა, დავალებებს ასრულებენ ეს ლობისტები და ფარას კანონში ის ჩანს და ჩვენ არაერთხელ გვინახავს ინფორმაცია მთავრობაზე იქნება თუ ოპოზიციაზე, ჩვენ უბრალოდ აკრძალულია ეს საქმიანობა, ასეთ ტიპის ლობი აკრძალულია. როგორ აპირებენ იმ კანონის დაკოპირებას თუ ის კანონი რასაც ეხება, შინაარსობრივად ჩვენ უბრალოდ არ შეიძლება რომ გააკეთო. და ზოგადად ბევრი კითხვებია, მაგრამ თუ ლობიზმს დაუშვებენ, როგორც ამერიკაშია, ნუ მინიმუმ ამ ნაწილში სწორი იქნება. მაგრამ მე არ მაქვს იმის მოლოდინო, რომ სიამდვილეში ამერიკულ წესრიგს გადმოიღებენ. უბრალოდ რა ვიცი, სიტყვას თქვათ იქნება მსგავსი კანონი, მაგრამ ობიექტი, რომელსაც მიემართება ეს კანონი, იქნება განსხვავებული მაინც. აქედან გამომდინარე, არანაირი რაღაც გაუმჯობესებას მე არ ველოდები, მაგრამ პრინციპის დონეზე ფარას კანონი ცუდია. ამერიკაში მე რო ყოფილიყავი, ხა ტრამპის ადგილზე იმასაც გაუქმებდი ტრამპის ადგილას. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ღიად ამბობს, რომ USAID-თან დაკავშირებით უნდა კითხოთ, თანხები მეტწილად არ ემსახურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, როცა ამდენი პროექტის მიზნობრიობა დადგა ერთის მხრივ ეჭქვეში. საინტერესოა, ფიქრობ თუ არა, რომ თქვა საჭირო და გამართლებული ერთის მხრივ აი ამ ტიპის რეგულაციების შემოტანა, როგორც არის მაგალითად ფარა. ჩემი აზრით USAID-ის გაუქმება თავისთავად ძალიან კარგი ამბავია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ შეიძლება რატომ არის კარგი ამბავი, საკმაოდ მძიმე განცხადებები მოყვა, მათ შორის საქართველოში. არა, ჩვენ სულ გვიხარია, როგორც კი გავიგეთ, რომ ამის შანსი არსებობს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იღებდნენ გრანტებს USAID-ისგან, ფაქტობრივად სახელს უტეხავდნენ ამერიკას, იმიტომ რომ ამერიკის სახელით ავრცელებდნენ ისეთ ღირებულებებს, რომელიც ამერიკული არ იყო.
რომელიც პირველ რიგში თუ ეხმარებოდი, ისევ ქართულ ოცნებას ეხმარებოდა, იმიტომ რომ რა ვიცი, იგივე LGBT უფლებებზე როცა საუბარია, ქართულ ოცნება სკოლა კანონში დანერგა და ამით ლაგდებოდა სხვა NGO-ებთან, სანამ რაღაც რუბიოს განცხადებით შეგვიძლია გავიხსენოთ. კი ბატონო და წარმოიდგინეთ რომ იმის ნაცვლად რომ ამერიკა წარმოჩენილი იყო ის რაც მართლა არის, მაგალითად ხალხი სასამართლო, რომელსაც მოსამართლეებს ხალხი ირჩევს, იარაღის ტარების უფლება, კერძო საკუთრების დაცულობა, სიტყვის თავისუფლება და ამ ღირებულებებზე ყოფილიყვნენ ორიენტირებულები. ეს NGO-ები USAID-ის დაფინანსებით ავრცელებდნენ მემარცხენე დღის წესრიგს, რომელიც ამერიკაშიც არაბუნებრივია და ჩვენ ხედავთ როგორ ჩამოიშალა ეს ყველაფერი, როგორც კი ტრამპმა ოდნავ ბიზგი მისცა ყველაფერს, ჩამოიშალა კომპანიებში ეს ეგრეთ წოდებული იდენტობის პოლიტიკა ჩამოიშალა საერთაშორისო დონეზე და ანუ ისაც არ იყო ბუნებრივი ამერიკისთვის, ჩვენთან იყო თავარი პროამერიკულობა და ამიტომ ამ NGO-ებმა USAID-ის დახმარებით, მიუხედავად ის რომ ბევრი შეიძლება პატარ-პატარა კარგი საქმე გააკეთეს, მაგრამ ჯამში USAID-მა ჩვენ უფრო დაგვაზარალა, იმიტომ რომ არასწორი იდეები დანერგა ჩვენ ქვეყანაში ამერიკელების სახელით. ამიტომ მე ზოგადად მიხარია რომ ეს ხდება. მეორე საკითხია რომ ჩვენ ჩვენ თარობას არანაირი პრობლემა ამასთან არ ქონდა არასდროს, იმიტომ რომ პირიქით პირველი თანამშრომლობდა USAID-თან ყველაზე მეტი გრანტი თავრობას ექნება მიღებული, უამრავი კანონი დაწყებული კოტირებით, რომელიც ახლახანს გაუქმდა, დამთავრებული სხვა ტიპის ჩანაწერებით, როცა მაგალითად ტრანსგენდერებს უფრო ვიცავთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. ეს ყველაფერი მათ შორის ამ NGO-ების დახმარებით და ინიციატივით იყო ქართულ ოცნების მიერ მიღებული. ამიტომ თვითონ USAID მთავრობას პრობლემას არ უქმნიდა. ყველა რეფორმა სასამართლო სისტემის მთავრობა იგივეს არ ამბობს ხელისუფლების არ ამბობს, მაგრამ ის კანონები რომელიც მიიღეს USAID-ის დახმარებით, ხო არც ერთი არ გააუქმეს. აი მაგალითად პროკურატურა აღარ ითვლის ტრანს კაცებზე ზალადობას, ქალების ზალადობის სტატისტიკაში, შეცვალა პროკურატურამ თავისი მიდგომა. ან მაგალითად სიტყვა გენდერი ამოღებულია და მე რო კაცი ვცემოდი, იმან თქვას რომ კაცი ვარო, ისა ქალი ვარო, ამის გამო უფრო მეტი წლის ციხეში აღარ გამიშვებენ. ანუ საბოლოო ჯამში ის ყველაფერი რაც ქართულ ოცნებამ გააკეთა, მათ შორის USAID-ის დახმარებით, ეკოლოგიური რეგულაციები უამრავი. სიხლის სამართლის პოლიტიკა, სასამართლო რეფორმა, რომელიც მინიმუმ 3 ტალღა მათ შორის USAID-ის ჩართულობით განხორციელდა, აღიარა, რომ არასწორი იყო და მცდარი იყო და არ იყო ეს რეფორმა. ქართულ ოცნება ხო ამას ყველაფერს იწონებს. ამიტომ სამდროში შეიძლება ეხა კრიტიკეს, მაგრამ არც ერთი ის ქმედება, რომელიც ქართულ ოცნებამ გააკეთა USAID-ის დახმარებით, ქართულ ოცნებამ უკვე არ წაიღო. ამიტომ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური თამაში, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომელიც ეხლა უბრალოდ ტრამპმა მოიგო და ასე ხდება, მაგრამ ტრამპს არ მოეგო და ვერტავიფორს კამალა ჰარის მოეგო, დარწმუნებული ვარ, არაფერს სულს USAID-ზე არ იტყოდა ქართულ ოცნებას. USAID რადიკალურ მემარცხენეებს აგიჟებს, ეს ტრამპის სიტყვებია, ცხადია და მის ციტირებას ვახდენ და მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ ამის წინააღმდეგ ფულის დიდი ნაწილი ისე თაღლითურად დაიხარჯა, რომ ამის ახსნა სრულიად შეუძლებელია. კორუფციამ ისე დონეს მიაღწია, როგორიც აქამდე იშვიათად უნახავს ვინმეს და ხურეთ ის წერს დონალდ ტრამპი. ასევე რუბიომ განაცხადა, რომ ელჩებისგან ყველაზე დიდი წუხილი სწორედ აი ამ ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდებოდა. რას შეცვლის საინტერესო, როგორ ფიქრობთ საქართველოსთან მიმართებაში, თუნდაც იგივე ადმინისტრაციას თუ იქნება ძირეული ცვლილებები იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლები USAID-თან დაკავშირებით და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე განცხადებებს აკეთებენ და ეს განცხადებები არ არის დღეს და გუშინ, საკმაოდ საქართველოში დახარჯულ თანხებთან დაკავშირებით მათ შორის არსებობს შეკითხვები ფაქტია. მე არ მგონია რომ USAID-ის საკითხი ხა გადამწყვეტი იყოს საქართველოს ურთიერთობის ნაწილში. გასაგებია რომ ისაც დემოკრატები აკეთებდნენ, ისაც შეფასებები იყოს, არ მგონია რომ ავტორიტეტი იყოს ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ამიტომ გარკვეულწილად შეიძლება პოლიტიკა შეიცვალოს, მაგრამ ის ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, დაწყებული იმით, რომ ჩინეთთან და ირანთან მეგობრობთ, რაღაცნაირად სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფორმებთ და პორტი ჩინელებს მივყვეთ და ასე შემდეგ, დამთავრებული იმით, რომ აგრე სიტყვის თავისუფლება ისე შეზღუდეთ, რომ რა ვიცი, ვერსეთი ამერიკელი ამას უბრალოდ ვერც კი გაიგებს, როგორ შეიძლება ეს გააკეთო. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე მგონი საერთოდ არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა ყოველთვის როგორც ქვეყანას. რომ ვიღაც შემოქმედავს და გვეტყვის ვარ, აკა ქვეყანა ყოფილაო და ვინაიდან მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება და მე ვერ ვიქნები ამ კანონის პასუხისმგებელი, რომელსაც რეპრესიულ სოციალს იღებს ახლა ქართული ოცნება, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ასე ვთქვათ მარტივი იქნება საქმე. ერთ-ერთი რაც შეიძლება ქართულ ოცნებას დაეხმაროს, აი ეს რაღაც დაულაგებელი სიტუაცია ოპოზიციაში, იმიტომ რომ როცა ოპოზიციაც კამალა ჰარისის და დემოკრატების მხარეს არის უმეტესწილად ტრამპს
ლანძღავს ეს არის მაშველი ბევრი დღემდე ლანძღავს სამწუხაროდ თუ სადღაც ვერ ხდები კი როგორ ვერ ეგუება იმას რომ მათ ქვესას USA-დის ამბავს ვერ ეგუება და ვერ ეგუება იმას რომ ის მემარცხენე იდეოლოგია რომელიც მართლა ძალიან მავნებლური იყო ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აი მასობრივად სოფლიო მასშტაბში მარცხდება და თუ ოპოზიციაში არ იქნება ჩამოყალიბებული ზოგადად რაიმე სიტყვის თავისუფლებაზე აი მარტო რაღაცას ვიტყვით სულ რაღაც რამდენიმე 1-2 წლის წინ ოპოზიციის დიდი ნაწილი ითხოვდა ალტიფოს ტელევიზიის დახურვას. ეს ხო შეუთავსებელი სიტყვის თავისუფლების ცნებასთან. კაი, ქართული ცნება რაც არის დავინახეთ ამ კამერით, თუ მე მაზღვის გამო ციხეში გაგიშვებენ, მაგრამ შენს ხო ითხოვდი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ეს ხო უნდა გააზრებული იყოს. სიხლის სამართლის კოდექსში რაც ხდება ზოგადად, ეს ხო უნდა პოზიცია უნდა გქონდეს საერთო, რომ ჩვენ რომ მოვალთ მაგალითად ასე არ მოიქცევით. იგივე რა ვიცი, იდენტობის პოლიტიკაზე იდენტობის პოლიტიკას და კოტირებაზე ტვინი რო წაიღეს ოპოზიციური პარტიები ჩვენს წინააღმდეგ მათ შორის ეხლა ეთანხმებიან ეხლა კარგია რომ გაუხდეს კოტები ჩვენ ნაზზე გადმოვიდნენ თუ ისევ კოტირება უნდათ რომელიც არასდროს არ იყო ამერიკაში არც ეხლა არის და არც არავინ უჭერს ხარს ამ ტრამპის ადმინისტრაციაში ეს საკითხები ხო გასარჩევია და თუ ეს საკითხები გაერჩევა ოპოზიციის მხარეს და აქ ჩამოყალიბდება პოზიცია, რომელიც მართლა პროამერიკული იქნება. მართლა ოპოზიციაში დაიწყება ლაპარაკს არის საკუთრების დაცულობა, რა არის ის რაღაც თავისუფლების იდეა, რომელსაც ახლა, ავიცი, მასკი იცავს თავისი X-ის მეშვეობით თუ ავიცი ტრამპი. მართლა რომ ბიუჯეტი არის შესამცირებელი, რასაც აკეთებენ ამერიკელები, რომ აუქმებენ განათლების სამინისტროს ბოლოს და ბოლოს, რომელი ოპოზიციური პარტია ითხოვს ჩვენს გარდა განათლების სამინისტროს გაუქმებას. ქართული ცნობა პირიქით ამკაცრებს რეგულაციებს და ვინ ითხოვს განათლების სამინისტროს გაუქმებას? რა პოზიციით წარდგება ოპოზიცია ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე? აი ეს ამაზე უნდა იყოს დისკუსიები ხა ჩემი აზრით გაჩაღებული ოპოზიციურ მედიაში. გასაგებია. მადლობა. მადლობა თქვენ. ალექსანდრე რაქვეშვილი პასუხობდა გირჩებიდან აქტუალური თემის შეკითხვებს.